გამარჯობა. სანამ აქ შემოვიდოდით ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი ქართველი ობივატელის საოცარ ბუნებაზე საუბრობდით, რომელსაც უკაცრიელ კუძულზე გონია თავი და ოიკუმენა, სამყარო მისთვის არ არსებობს, ხო და კონტექსტში რომ უნდა განიხილო აბსოლუტურად ყველა მოვლენა, ესეც ქართველი ობივატელისთვის უცხოა, ხო? აი მაგალითად, რა ვიცი, ოლაფ შოლცის სკანდალზე იცით ამბავი, რომ ოლაფ შოლცმა რომ ჩვენ მოგმართა, იცით ეს ამბავი? ოლაფ შოლცმა თქვა ესეთი რამ. ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები. ჩვენ სიძულვილის და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უდაოდ უნდა იქნას გაგებული და ეს სხვადასხვა ნაც სააგენტოებმა გაიგეს, რომ ქართველებს გითხრა. აი ოლაფ შოლც დაესიზმრა საქართველოს, სულ საქართველოზე ფიქრობს, მიუხედავად ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა გერმანიაში და სასტიკი აქციების ხო და ჩვენზე ლაპარაკობს. სინამდვილეში არა საქართველოში მოხდარ მოვლენებზე, არამედ ბოლო დღეებში გერმანიაში მოხდარ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებზე. ალენში, საარჩევნო შტაბში დეპუტატების ძალადობასა და მაჰემში თავდასხმაზე. ანტიისლამურმა ჯგუფმა რომელსაც მოიწყო და ამაზე გაკეთა, ასე ვთქვათ, კომენტარი და არასწორად გაგებულმა ჩვენებმა ასეთი манипуляცია ჩაატარეს, IPN-მა დადო უკონტექსტოდ და შემდეგ წაიღეს, რომ ჩვენზე ფიქრობს შოლცი. მე მინდა გითხრათ, რომ სამყარო კიდევ სამალობა იქ გამოვიბე, რა ვიცი, ძაღლის ყბა რა. სამყარო იცვლება. უკრაინელებს მისცეს უფლება დასავლური რაკეტებით რუსეთის ძიძველ ტერიტორიაზე დარტყმისა, რუსეთი შფოთავს და არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს ბირთვული ომი. ამაზე კაცო მე კი არ ვამბობ, ამაზე ამბობენ დასავლელები, უკრაინელები თვითონ რუსებს თავი დავანებოთ, კაცო, რუსები ცუდები არიან და არ გვინდა მათი ლიდერების ციტირება, ხო? არ ვიცი ახლა ამ პირობებში ეს ჩვენი შმოპოზიცია, ეს ჩვენი საცოდავი პრეზიდენტი რაღაც ქარტია რო გააკეთა, ომის ქარტია რო გააკეთა ახლა დღეს გამოიყურება რაღაცა და ღურმა რო ხელი მოაწერა ძმაო მე იმას მან შევიდა ძალიან გამოიყურება შერგობოკერია გირჩიდროა ლელო მაგრამ ყველაზე მაგარი იყო ანუ სია გაიშვა ძალიან დიდი რა მეთქი ამდენი პარტია საიდან რა და უკვე პირველივე რო წავიკითხე იმდენს ასწლიყო რომ მეთქი რა გაზრდეთ პირველივეზე წერია წვანეები გია გაჩილოს და ეგრევე გამახსენდა წვანეები გია გაჩილოს ერთადერთი ასოციაცია რა მახსენდება იცი სულ YouTube-ზე დავსეგენი ვიდეო ყველაზე დიდი მზეობა ნათქვამი კაცობრიობის ისტორიაში იქ რო ამბობს რომ ისე რომ გამყარდეს ლარიო მე რითი ვიჭერთ არა თან არავინ არ შეუკვეთა ეგ კაციც მაგარი არ ვიცი აი ხა მტარს აეკიდაო შეიძლება ასე თქვა ნუ ცხადია ეხა დასავლეთ ჩვენ დაუძინებელი მეგობრების იდეა რომ ეს სალომე გახდეს ლიდერი. ხო, მაგრამ მათ როგორი ამბავი, მე მგონი სალომეს ხონდა, მე მგონი, იმიტომ რომ სალომე ძალიან აროგანტული ადამიანია, მე მგონი მას ხონდა სულ დაუძინებელი განცდა. იმისა, რომ მისი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი მოხდა, მაგრამ რა თქმა უნდა მოხდა არა მისი დამსახურებით და არა საკუთარ ჩვენი დამსახურებით მოხდა. სავსების სწორი განცდა აქვს. ეს განცდა რო ხონდა მე მგონი აი დღეს საბოლოოდ აი ამ ერთიანებით აქ მოხდა მე მგონი მაგისი ინაუგურაცია საკუთარ თავთან რა ეხლა ჩათო აი უკვე მთელი რახე რამდენი პარტია მოვიყვანეო ხელი მოვაწერინეო უკვე ყველა ჩემქვევით არისო და აი ხა უკვე ნაღდი პრეზიდენტი ვარ შეიძლება თავის თავთან ეგ დაალაგა რა შეიძლება ეგეთ მარტივ ადამიანურ ნებებთან გვაქვს საქმე არის ძალიან მარტივად შესაბამისად მესეჯ ბოქსიც და ზოგად ტენდენციებიც დაალაგდება ძალიან მარტივად, როდესაც შენ ერთგანდები ნაცებთან, ნაცების ეს ონტოლოგიური ტვირთი, რაც არის კაცების გაუპატიურების გამოცდილება და სისტემური წამების გამოცდილება, გადადის ყველა მასში შემავალ პარტიაზე. შესაბამისად, ლელო, რომელიც გამოდიოდა და ნუ ამბობდა, რომ ბიუჯეტს გავაოთხმაგებ თავიანთი გადარჩენის გეგმები რო ქონდათ სასაცილო და ჩვენ არც ნაცები ვართ, არც კოცები არ ვიცი მეგის კარდავას ქმედებებზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ლელო სალომე სამადაშვილი ყავს რაღაც გინდა ნაცებთან გაერთიანება. არა, სალომე ხო წამოვიდა რა. საიდან? ნაცებიდან და რაღაც. შენ შეიძლება წამოხვიდე ნაცებიდან, მაგრამ ნაცობა არ მე მგონი აქ საბოლოოში და ხე როგორი რაღაც დავაგდა რა. მართლა ვამბობ ამას, რომ უნდა აიღო პასუხისმგებლობა. ხო. მეგის კარდავაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. მე უფრო მარტივად რომ შემოგთავაზოთ. მოდით აი მონოპოლია რო არის თამაში, ვინმეს ხო გითამაშიათ ეს თამაში მეგობრებო.
მარტო მაყუთში და მარტო ზელკებში რო არის იქ საქმე რა. არის ძალიან მარტივად საქმე. რუსეთ-უკრაინის ომის, რაც მილიონჯერ გვითხოვთ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაიკეტა სახმელეთო მარშრუტი და ჩვენი მარშრუტი, ჩვენი რკინიგზა, ჩვენი ტერიტორია გახდა აქტუალური. ბანალური ფულის თემაა რა, მილიარდები ჩაიდება და იდება უკვე ჩინელების მიერ და მილიარდობით შემოსავალი ექნება საქართველოს, როცა გაივლის უზარმაზარი თვითები ჩინეთიდან ევროპისკენ რა. ხოლო ევროპამ რა უნდა მიაწინოს? მიაწოდოს სალომეზე ხო და არა, მაგას მომწ. დათვალეს ვიღაცა ტიპებმა, Vanguard-მა, BlackRock-მა და ვიღაცა ტიპებმა, რა მნიშვნელობა გვინ? ვაფშე პოლიტიკაზე არ არის და ღირებულებები. დათვალეს და ბიჭო არ გვაწყობს რა, იმიტომ რომ ჩვენს საზღვაო ვაჭრობას აი ამდენი მილიარდი დააკლდება და ამდენი მილიარდი შევა ჩვენთვის ვაფშე გაუგებარ ქვეყნებში. ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ნუ სომხეთი თუ გოსმოეგება იქაც რა და ჯო არ გვაწყობს და რა გვიძდება ერთი აი ეს ვირიშვილები აბა ეს არეულობა რა ეს არეულობა რა გვიძდება დარწმუნებული ვარ აი 100,000 ჯერ იაფი ეს ჩვენი ისინი რო ვიცი რა დონე რო ვიცი ჩვენი ვითომ ოპოზიციის 20 კაპიკად 20 ცენტად დაიქირებ ეგ დრამა ბსკალებში თამაშდება ჩვენთან მეტი არაფერი რა კი ბატონო. ხო, სალომე აროგანტული კი არის, მაგრამ სულელი ადამიანი ნამდვილად არ არის. კაი რა, კაი. უყურე, რა დონეზე ვამბობ? შეხედე რა დონეზე ვამბობ. ეხლა ვკითხულობ ამ წამს გამოვიდა. ამ წამინდელი განცხადება არის გავრცელებული. მისი ადეკვატურობა? სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან. ამ დონის სულელი არ არის, რომ ამ განცხადების ჯეროდეს. ესა განცხადება რომელიც თქვენს რომ აუცილებელია ანუ ახალი კოალიციის კურსი გასაგებია ჩინეთს დავახვევინებთ აქედან საქართველოს იქნება ფაქტორი რუსეთთან პრობლემის აქ მომზადეთ ბოევიკებს შეიძლება მეორე ფრონტის გავხსნათ და დავай შეუბეროთ რა ეგ არის რა აუცილებელი ეთქვა მარტივად ვილაპარაკოთ ვაფშე ყველაფერი ღიამა კეთილმოსურნე ამერიკამ საერთოდ არ შემოიტანა განაცხადი ანაკლის სპორტის აგების რატო უნდა აღოს არ არის მის ინტერესებში ომარ საერთოდ არ შემოუტანია ხო ამაზე განაცხადი შემოიტანა იმ ჩინურმა კომპანიამ რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა და ყველაზე კარგი რაც შეიძლება აქედან გამოვიდეს რომ საქართველოს სახელმწიფოს რჩება 51% მართვისა პორტის ანუ ეს გარიგება დაალაგდა ანუ ამაზე გამოხატული მოკლება იმდენად ღიამტრობა არის შეგიხვეყაროს კიდე ესებზე წვანები გამოვლენ აი ტენდენცია გვაქვს გადასაგორებელი აი წვანები მაგითო იმას გამოაგორეს რაღაცა პოლიტიკა რო თითქოს ეს ესები ხეობას წალეკავს და დედას უტირებს ეგ არამეცნიერული დისკურსი არის შესაძლებელი დედამიწა იმაზე რა ხარის ხაზე დგას ანუ ჩინეთზე რა თქვა უკვე გასაგებია რა საქართველოს რეალური მართლა რეალური ის რო გვექნება ჩვენი სუვერენიტეტი და ის რო გავამდიდრდებით და მუშიპო ერთ მოსახლეზე იქნება ორჯერ და სამჯერ მეტი. ხო, აი ყველაფერი არის ტარან არის თვლით. აქ არის მაყუთის თემა ხალხო. მეტი არაფერი თემა არ არის. ანუ ჩინეთი მზად არის ჩადოს მილიარდები ამ პორტში და უზრუნველყოს ამ პორტის ფუნქციება თავისი ტვირთით. ხო, აბა საიდანო წამოდის იცი რა. მორჩა წერტილი რა. ჩვენ ასევე ურთიერთობების ნორმალიზება გვჭირდება ჩვენ მეზობლებთან, გულისხმობ ეკონომიკური მიმართულებით. რაც არ უნდა იყოს, ხო, გვერდით ყავს ერთი ნატო და თურქეთი და აქეთ რუსეთი, სადაც არის დიდი ბაზარი და რაღაცას ყიდი. დღემდე ჩვენ ყიდით ყველაზე მეც ამ ქვეყნებში. აუცილებელია, მოკლედ, საქართველოს მიფიქროს მხოლოდ საკუთარ თავზე ჯერ, როგორ გამდიდრდეს, როგორ იყოს აქ დოვლათი, როგორ გადანაწილდეს მე ეს ყველაფერი, როგორ იყოს ახალი სწორი სოციალური პაკეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იმ ფეტიშს რო ეხა აი მაინც და მაინც ამ კომპანიამ უნდა აშენოს, მაინც და მაინც ესე ჩვენ ხო დაფიცებული გვაქვს რომ და თუ ჩინეთი პრობლემაა, რატო ემათხოვრებიან ჩინეთს? ყველა რატო ემათხოვრებიან? ანუ ჩინეთზე უნდა თქვა უარი. ჰა? ჩინეთზე რატო უნდა თქვა? ევროპა თქვა უარი ჩინეთზე. ყველაზე დიდი პარტნიორი არის ბიჭო ევროპის. და მე ჩვენ ახლა ანუ ყველაზე დიდი პარტნიორი სავაჭრო პარტნიორი. არა, იცი როგორი უტიფრობაა, აი სამყარო გაგიხდა რა. ტრამპი 34 ძალდებაში გაამტყურეს რა. ხო, ნუ ამის მერე რა უნდა ილაპარაკო. დაიჭერა. ანა. ხო. და ამის მერე ჩვენ უნდა ვიწეროთ წერილი სახელმწიფო დეპარტამენტს რომ ნუ იყენებთ მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნით.
ტრამპმა რო თქვა ტრამპის გამსამართლებელი თემასო კენედის 11 სექტემბერი და ეპშტეინის კუნძული, ანუ იმენა. ხო ხტები რა მასშტაბია? რა მასშტაბია? ეპშტეინის კუნძული ვაფშე მაგარი. 11 სექტემბრის ტერაქტი? 11 სექტემბრის ტერაქტი, რომელიც იახერო თავიანთი მოწყობილია. ეგეც სიგიჟეა. ნუ კენედის კლუბას თუ ეგ დაჯდა რომ თვითონ გააჩალიჩეს, ხო ხტები ვაფშე რა? ბიჭო, არა სისტემური პრობლემაა საოცრად. ერთ რაღაცაზე ვთქვა, ერთ რაღაცა ვთქვათ, რომ აი მაგალითად, ესე იგი ლიტვინენკო და პუტინი მერე არის ასოცირებული პოლონიუმთან და აგერ ფიცო გუშინაც იყო. ხო. ის არაფერი, ეს ლიბერალი ცუდად გახდა და ეს რო დიდი არა, ინერვიუ. ლიბერალიზმზე ხელი იქით კენედის იქ არაფერი, მაინც მარტო ეს არის რა პოლონიუმი. ადრე უფრო დახვეწლად კენედის კვლევა ადრე უფრო დახვეწლად მარტყუებდნენ, ეხლა რაღაცა დააკლეს. სააკაშვილი გაუშვათ, აბა. სააკაშვილი თუ სააკაშვილი. ხო და ბოდიში და სანამ სააკაშვილს გაუშვოთ რა. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ რომ დონალდ ტრამპს მიუსაჯეს 40 და რამდენი საქმეში გაამტყუნეს 53. არა ხო განდეში გაამტყუნა 34 ბრალდებაში გაამტყუნეს. რაც საბოლოოდ მიჯის შემთხვევაში გამოდის ლამის პაჟიზნენ რა პაჟიზნენ ხე ისედაც 70 რამდენი წლისაა. ნუ ყველა პონჩი ციხეში უნდა ამოლპეს სული ეგრე გამოდის რა. და იგივე ადმინისტრაცია და იგივე სახტები ჩვენ გვეუბნებოდა ბიჭო რომ მიშაზე მისჭილი 6 წელი იყო წამება. ოღონდ იმაში ვიომეჩიროზის ვივამედის ოროთახიან პალატაში. სუეჯად რო აფუილებს და ბავშვებს რო აკეთებს. და რო უჩხუბობს. აი ფეგალებს რო სანამ სააკაშვილს გაუშვებ. გიჩმა დადო ეხლა გაუშვი თუ შეიძლება. სააკაშვილის ფავორიტი ეს. რაკეთ მოლაპარაკე ავიღეთ 10 თონელი. ბიჭოც არის. ხო, კუტაბიჭიც არის. ბიჭო იცი ვინ არის? ვინ არის? ბიჭო. ვინ არის? ბორის ჩელაკურუ. ბოლის ჩელაკურუ, სერიოზული. ბიჭო. მონჩბრუევიჩი იყო ეგეთი, კი ბატონო. ხო, მოკლედ, აი ეს არის, აი ეს უხარიათ რა. 10 თონელი აიღეს. გაიკეთეთ ერთადროულად 10 თონელი, მეგობრებო. თავიდან ბოლომდე სააკაშვილი არ გაუშვათ? სააკაშვილი. ნაციონალურ მოძრაობას მე მინდა მოვწოდო რომ აი დავთვალოთ რამდენი ლეგენდია ყველა პარტიას და მე ჩვენ ვართ როგორც პარტია ჩვენი კვოტების ნახევარი გადაუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად განაცემა არ გამოვიდა რომ ამუშავებელი წარმომადგენელი უნდა იყოს თორე ამის გამკეთებელიც ვიყავით. ნახევარი ჩვენი აი რაც რეიტინგი დაჭდება წინასწარ კვოტების მთლიანად გადაუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანებთ. ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება. ძალიან გაგულუხვია დედას გოჭი. ხო, ეს ერთიანია ჩვენ ძალიან გვინდა. ძალიან ვანაიცილებ დაგიადეთ ჩვენს ასე. აქ პროსტა ადგილების გაყოფაზე ამბავი იქნება. თქვენ თუ უყურეთ ძალიან კაი არის თქვენ თუ უყურეთ გილჩი ზურად რაკეთ მოლაპარაკე გილჩი ზურას და ბოკერიას საუბარს. მე თავს დავატანე და საათ აქვთ ეს დებატები ქონდა და ვიდეო არსებობს. ოღონდ ეხლა მას რა ქვია, სისულელეზე რო გაბატონე, როგორ მეათრო ეს დისკურსი საქართველოში იმდენად მნიშვნელოვანია და აი აზრი ორად არის გაყოფილი და ხალხს ისე აინტერესებს ეს ამერიკის კალკი, ეს დებილები დაждდნენ და ამათ ქონდა დერეგულაციაზე კამათობენ, ეს ამბობს რომ დუელები უნდა დუელები ახალია კათოლიკე წლის წინანდელია. 2 წლის 2 დღის წინანდელი არის კიდე. წლისაც არის. წლის რო არის ეგ არ არის არსებითი. მე ის ხო და გეუბნები ეს სვეჟი. ხო და რაზე ბაზრობენ, იცი რომ აი რამდენიმე შერიფებზე სიაჯობია თუ არა. რამდენიმე სიაჯობია თუ ერთიანი მიშასთან რა და ბოკერია იძახის რომ მიშასთან არ შეიძლება და ეს უტრაკებს რომ რამდენიმეც არ შეიძლება, რომ ერთიანი თუნდა გავიდეთ რა. ერთიაში ფულია გადახდელი, ეგრე არ არის. ხარდაჭერა ისა და მან ამბობს მაგარ რაღაცას ეს ზურა. ამბობს რომ ჩვენო წინასწარი მოლაპარაკება ისე ქენთო იყო წინასწარი მოლაპარაკება 80 კაცი თუ გადის ჩვენი სიიდან, აბა 80 უნდა გავიდეს რომ მოვიგოთ. თანახმარი 10 კაცი იყოს მხოლოდ დაცებისა. დანარჩენი 70 იყოს თქვენი შმაცე. ეხა ბიჭო, ამ შემთხვევაში ბოკერიამ დასცინა და მეც პირველად ცხოვრებაში ბოკერიას მხარესა ვარ. აი ზურა გიჩი ჯაფარი გარკვეულწებულ ასოციალურ დებილს რო უყურებ. მიშა როგორ დაუთმევს 70 ადგილს და 10 თვითონ აიგებს. აი ეგეთ ტიპებს. გაურკვეველ ტიპებს. და კაცო, მე საბოლოო ჯამში მაქსით პრემიერ-მინისტრი ხო მიშა იქნება.
აი ეგეც საინტერესოა რომ ვკითხო. არა, მან იძახიან რომ 1-6 თვე უნდა იყოსო ესო. და მე ხელახალი არჩევანი. ანუ ეს არის ციკლია რა. იდეაში ეს ტექნიკური მთავრობის ახალი ვერსია. გაალაგებენ ყველაფერს, გააუქმებენ ცუდ კანონებს და მე რო შევალთ ნატოში. რაც შენ არასამთავრობოები რო შეიკრიბნენ და ტექნიკური მთავრობა და აი ეგეთი გაურია ხდებოდა მაშინ კაპიტანი. კი, ანუ ეგეთი სასაცილო რამე. აი ბავშვები რო სანტას თხოვენ, დიერ სანტა. ეგეთი თხოვნა. ვაფშე არანაირი პრობლემა როა. აი არანაირი ძრვა და მოძრაობა რო შეიძლება. просто დაგვიტყნეთ ხო რა ტექნიკური მთავრობა გოთო. რაც ჩვენ გვაწუხებს ძალიან ვიტალი გუგუჩი არის, ვიღაცა გარეწარი. იმის შნირი რა ქვია, მეგისას შნირი და იძალა და ჩვენს გადამღებ ჯგუფზე და მათ შორის ნათიაზე ხა. ჩვენი პრობლემაა რომ ვიტალი გუგუჩიევი კიდე ატრაკებენ ხალხ. აი ეს არის ჩვენი თითოეული ჩვენთანგანის პრობლემა. ისეთ სოროში უნდა იყოს შემძვრალი ვიტალი გუგუჩია, რომელიც იყო დამჭერი. ძალიან ბევრი ფაქტია, როცა მან დაარღვია კანონი, იძალა და ასე შემდეგ და ეს იყო ჩვენს რეპორტაჟებში და კიდევ იქნება, ხო? ეს არის ჩვენი პრობლემა. ჩვენ ამ არჩევნებს მე აი ესეთ ტიპებს განაჩენი უნდა გამოუტანოთ სისხლის სამართლებრივი კაცო, რა კი უნდა ცემოთ და კი უნდა გაუხიოთ ის თავის სისხლამდე, არა? საერთოდ რა. უბრალოდ უნდა მიუჩინოთ თავიანთი ადგილი სოროში, ციხეში ან სადმე რა. თუ რა თქმა უნდა კანონი ამის უფლებას მოგცემს და მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ მოგცემს. ანუ რაც შენ ამბობ რომ კანონით უნდა მოხდეს და არა ისე რომ მე რაფერ ამის ჯამთელა. აი ეგ ბიჭო როგორ არის სამოქალაქო დაპირისპირება არის. მე არ მომწონს მოვერევით, კაიგე, მაგრამ არ არის კარგი რა. მოვერევით და ეს ოჯახი რო გამოვიდა გარეთ. ჯერ ეს ვიცი ეს მეგრელების ხასიათი და მეზობლები არ ჩაერვნენ და არ დაეხმარნენ. კაი სახელია კითხობა იქ სადაც ძალიან დიდებს ვატებს. მე არის ბავშვებთან ერთად, არის ცოლთან ერთად და უშვერი სიტყვებით აგინებს ქალს. და ნუ ოპერატორის მოთმინება. არა ბიჭო, მე რეაქციები იყო იქ ისეთი, მე გამოხმაურება რომ მეთქი მართლა ამას წერენ, ხო? ეს ოპერატორიო ზონდერი არისო და სპეციალურად იყო წაყვანილი ბიჭმა პროსტა უსმინა და ვერ აიტანა, რა ვიცი. გინება და მაგის დედავად წლებია ჩვენ დამუშავეთ რა ქვია, ფორმულას ჟურნალისტი ფორმულას ოპერატორი რო გამოესარჩლა თავის ჟურნალისტს და იმ ტიპს რო შტატივი ჩაარტყა. ანუ ის არაფერი ყო და აქო, კაროჩე ეს ზონდერები მივარდნენ. ხო, ეს მივარდნენო ზონდერები და რა გალახეს, კაცმა აიმყრალა პირი 1 საათი იგინებოდა. ნუ რაც არის რა, აიმყრალა პირი, მაგაზე ერთი უნდა წაეცხო, ნათიასო უნდა გაერტყა მართლა. ნათია თავში გავიდა, თორე ყველას წევდა, კი, მაგრამ აქ არის ძალიან კიდევ ერთხელ ვამბობ რა. ტერორი არის სისტემის იერარქია, მორალური ტერორი, აი რაც ჩვენს კალათბურთელს უკნეს დეპუტატს. ეს არის უფრო სისტემის იერარქია. პრობლემა არ არის ცემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვაფშე არ უნდა ორგანიზება ამას ხალხო, რა თუ უნდა ორგანიზება ნაცების ცემა. ნაცების ცემა არის, აი როგორ იცი, აი ნებაყოფლობით ჩაეწერება ხალხი რიგში. მე ვიცნობ ასეთ ხალხს, ხო? ცხოვრება რო გაუმწარეს და მშობლები რო დაუხოცეს და დაძმა რო დაუხოცეს. პირიქით, აქეთ მოვლენ ფულს გადაგიხდიან სიაში ჩამწერი მათ ცემის, მაგრამ ეს გზა არის არსაით რა. კაი, ნუ იცემებიან ესენი და მე. ამიტომ დაბეჯითებით თხოვნა რომ მიატოვეთ ეგ საქმე რა. არ არის სწორი საქმე და არ არის თქვენთვის ხელსაყრელი. თვითონვე უყურე შედეგს რო ვერ ნახავენ. ეს ხო სულ ისტერიაზე და რაღაცა აი მანიაკალურ ფსიქოზზე არის აგებული ეს. ამის ენერგია გაქრება. ეს არ არის ასე ვთქვათ საარჩევნო ენერგია, რასაც ესენი აწვევიან რა. როგორც კი სადმე რაღაცას იტყვიან, იქვე იქნება ატვეტი, პასუხი და არ არის ეს პასუხი. რავარი პრივატიც იქნება, რავარი პრივატიც იქნება, ესეთი ატვეტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა ჩერგო რო გამოდის და იძახის რომ ეს დიდებულია, თვითონ ფეხებზე კიდე არის მაზოხისტკა რა. აი ამდენ ნიღბიან კაცში რო იყო, ხო? მე გამახსენდა ცნობილი ფილმების ასე ვთქვათ კადრები რა, რომ ევასა რა, ბევრი კაცი რო არხებს რა. მე განსდა ქონდა რომ რა კარგია რა. ყველა არ არის ჩერგოსტანის ლიბიდოს კონი. ჩერგოსტანის ლიბიდოს კონი არ არის, ხო? ვერტმა გაუმარჯოს სადაც. შენ არ ხარ ფემინისტი. საერთოდ. არა, ნუ ჭეშმარიტი ფემინისტი. აქეთ იქ და აგდებდა, აძრევდა ასე. ჩერგოს და უხაროდა რა, გახარებული. მოდი გადავიღეთ და ხელების კი არიან ეგეთ ქალების პრობლემა არ არის და ევასებათ, მაგრამ ყველა ხო არ არის ეგეთია რა.
ზოგი არის ნაკლებად შიზოიდი, ხო? შესაბამისად, ნაკლებ შიზოიდებზე უნდა ავიღოთ სწორება. გათვლა, ხო და სწორება რა. კი ბატონო. სერგო ჩიხლაძე გვინდა? არა. ვინა სერგო ჩიხლაძე? აი, კობერიძე გვინდა? ცოტა თვითონ რო დადგა ის რაღაცა ჭუბი. თვითონ რო დადგა? და მე მგონი ეგ არის თვითონ დადგმული, იმიტომ რომ კობერის კუტაბიჭის ცემას და დაჩაგვას არაფერი არ უნდა. უნდა სურვილი უბრალოდ. და ისეთი ტიპები ნებისმიერი რენდომ ადამიანი მაგ თემას გააკეთებს. აი, ვაფშე ნებისმიერი. ნებისმიერი ასაკის და სქესის. ვაფშე ნებისმიერი. ხო, ნებისმიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორიც არ უნდა. ნებისმიერი ჯანმრთელობის ავადმყოფობა რო გამოიყვანო ვინმე ისიც კი. მაკაკა რო დახვდეს შიაში. პატარა რაღაც ფინია ძაღლი შიაში. ცოტნე კოპერიძე ჩვენ რო კუტაბიც ვეძახით, ეს რაღაც დამცირება კი არ არის. ეს არის მისი ადგილი, ეგზისტენციური ადგილია აი ამ. მაგრამ ეხა აღარ არის. ეს რო გაიზრდება 80 წლის რო იქნება მეთვალის გასაცოხოს, 80 წლის კუტაბიჭი იქნება მაინც. არა, გაიზარდა, აღარ არის კუტაბიჭი. გაჩერდა. ის არის, რა ქვია, ნამდვილი. არა, მე მგონი მაინც კუტა იქნება. მიუხედავად ამისა, ეს არ იცემება ხალხი და ეს არის რა თქმა უნდა მაგის დადგმულია რა. რო გარბის ადამიანი და არაფერი რო არ უხდის ძალიან დიდი ალბათობით ეგრეა, იმიტომ რომ ის რაც ვნახეთ, არაფერი სხვა იმის დაშვების შესაძლებლობას არ გაძლევთ, როგორც მაგალითად დღეს რო ატეხეს ოპოზიციურ მედიაში, რომ აიო დაიწყო დასანქცირებო მეილები შეამოწმეთო და ამბები გააკეთა მე პარლამენტმა ოფიციალურად გაცხადა, კაციშვილს არაფერი სანქცია არ მისვლია. აი ტიპებმა უცებ დილიდან დაიწყეს ჯერ სტატუსების წერა და მე მართლა საინფორმაციო სრული სერიოზულობით გააკეთა სიუჟეტები, რომ всё დაიწყო სანქციები და მივიდეთ ინფორმაცია. პროსტა გავუშვით, სასაცილო ბიჭია. სასაცილო კუტაბიჭი გავუშვით. შანსი არ აქვს სხვა დიტო სამხარაძესნაირებს უნდა აი ვუთხრა. აი მოვიდეს დამიჯდეს ეთერში და ხო ზუსტად იცის რომ სახის ძვალს ავახებ. ჯიბეში ჩავისვა და აღარა მო. სახის ძვალს ეთერში როგორ აახებ? დებატებში. ბიჭო, მეტაფორა. დებატება. სახის ძვალ. ბიჭო, მე მაგ კოგნიტიური დისონანსი რა. აი ასეთი ტიპები მე ციხემ გამაფუჭა მეგობრებო. აი ბოდიში, დიდი ბოდიში უნდა გიცხრათ. რა გინდა თქვი? ასეთი გარეგნობის და ასეთი ლექსიკის ტიპები რო დაეჭირა. გარეგნობასთან რა გინდა? არა, ჰაბიტუსი რა, სოციალური ჰაბიტუსი. სახეს ავახებ, ძვლებს დავამტრევ სახეზე. დამიჯდეს ეთერში. ხო და ასეთი ჰაბიტუსის ტიპები ყურებით გავავსებ და მიჯდეს ეთერში. არა, აი იქ ვერ გამოჩნდებოდნენ ვერცად ვერ გამოჩნდებოდნენ რა. რატო? შეიძლება პრობლემა ექნებოდა. პირველივე სიტყვაზე იცემებოდნენ რა. არა, ბრიგადირები ხო ყავთ? აბა რა უნდა იმას აკეთოს რა კანალიზაცია უნდა შეაკეთოს. რა ბოჩები რო იყვნენ ხო? კაზიოლებიც იყვნენ. მაგათ ბრიგადირები ხო არა? კაზიოლადაც არ ვარგა რა ზონა. მაგათ ბრიგადირადაც არ ვარგა ხო? ძალიან მე გეტყვით ახლა რა. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მოადუნა ხალხი. ანუ მართლაც დემოკრატია რა, ქუჩა დათმუნა, აი რო დადიხარ პროსტა ესეთ ტიპებს რო უყურებ და პასუხი არ ეთხოვება, იმიტომ რომ არსებობს ეგეთი რამე მოიშალა ჩვენს ქვეყანაში. ადრე იყო პრობლემა რა, უბანში ვერ მიდიოდნენ, ვერ მოდიოდნენ ესეთ ტიპები, ფულს აწერდნენ რა და ცემდნენ ბახოთ. რა ძალიან ცუდია. მაგრამ ეს საერთოდ წაიშალა და არ შეერეც ფულზე ხარ აწერე. ჰა? შეერეც ფულზე ხარ აწერე. ამას არ აწერე. რა აბა ახტიო რომ არეუნებია. აი ეხა რა პონტია განაცემაში, აი ესე დიზისულელების ლაპარაკი. არა სისულელე. შენ რო დაუკვირდე, მაფილო. არა, მარკო არ არის სისულელება. არა, ბიჭო, გავლატავდი. აი ეხა ეგ ცოტნე კობერიძე გაბედა და დიტო სამხარაძე სახის ძვალს ავახევო. ჯიბეში ჩავისვავ და აღარ ამოვიყოლ. ჩამოყალიბდი სახის ძვალს ახევ თუ ჯიბეში ისვავ რა. კახიკალაძეს რომ საკრებულოში სამწუთში სახეს ავახევ, ეგ არის ჟურნალი. რაღაცა აკეთება გაკეთებული. ბიჭო, აი ცოტნე კობერიძე. და ბაბშე საკრებულოს ბიჭებმა უნდა ცემა. ერთხელ ხო ცემესის ხაბე. ეს არ უწემია. ბიჭო, ცემაზეც არ არის. აი ტაბლიაშვილი გავუშვით აბა. ტაბლიაშვილი ყოველთვის საინტერესო. გოსანი.
თუ ოცნების ბანდა საქართველოს სათავეში დარჩება, ჩვენ უკიდურესად და უფრო მეტადაც დავსუსტდებით და რუსეთი საქართველოსგან მიიღებს ისეთ კოლონიას, ამასთან გასროლის გარეშე, კაკუცა ჩოლოხაშვილების გარეშე, როგორიც მას მე-19 საუკუნეშიც არ ჰყოლია საქართველოს სახით. ოღონდ ეს კვლავ ვიმეორებ იმ შემთხვევაში, თუ ქართული დეფისი რუსული ოცნება დარჩება და ამიტომ განგრენა დამართული კიდური ასეს დავასათაურეთ ედიტორიალის პირველი ნაწილი, ხო? განგრენა დამართული კიდური ოცნება ამ ქვეყნიდან, ქვეყნის პოლიტიკიდან უბრალოდ კი არა ნაღდად კი არა ნამდვილად მოსაკვეთი. აი სერიოზულად როგორ უნდა დააკომენტარო, მითხარი, ხა? შიზოიდები. არა, პაციენტი არის სტაბილურად ცუდად. ანუ აგრძელებს ცუდად ყოფნას. ვაფშე არ აქვს შვება. აი ამერიკულ ბლოგერებში რო არის რომ სიგიჟის ვირუსი რო გავრცელდება. არა, რა წამალს? ზომბივით რო ვიღაც ტიპები. რა წამალს სვავს? მენი ბლეკი ხო გაქვთ ნანახი? რა სვავს? როგორ არ სვავს? რაღაცა სვავს? თორე რო არ დალიოს ვაფშე გაგიჟდება. მამაკაცების შავებში მენი ბლეკი ხო გაქვთ ნანახი? კი, როგორ არის? გიგანტური ტარაკანი რო ადამიანს ტყავს გადაიცვევს და იმიტირებას ის ბრუტალურია, ბიჭო. ხო და ადამიანს ხო და ეს ლილიპუტი ტარაკანია ადამიანს ვინც გადაიცვა ეს ბიჭო არაფერში არ ჯდება. სამყაროს განადგურება უნდა რა. არაფერში არ ჯდება. ანუ ამდენი ხანი კიდე იქ როგორ ტოვებენ რომ ამას ყავდეს თავის გაცემა ამ მონოლოგებით. არა, უბრალოდ ამ გაცემაში მე რა ვიცი. ჩვენ ვინმე ვიცით. ხო და მაგას გეუბნები. ჩვენ ვაჯაზებთ ამ. კაი ხო და ამას ხო იტყვის ხოლმე. და მე რა რეიტინგი იცი შენ? არ არსებობს. როგორც გასის რეიტინგია ფორმატი რა არის ისა რო იცი. ან მე რა ხო ისე საიტზე ედიტორიალის მე რა ხდება. რო ამოჭრას ეს სულელე. აბა დატოვოს. მაგრამ უბრალოდ იქნებ ლაივში გადის ვაფშე. აი ბუღაძეს გაუშვიტაბა, ბუღაძე ძალიან მაგარია. გაუშვით. ბოროტება, უპასუხისმგებლობა და სისულელე სისტემის მიერ არის წახალისებული. ეს ფასდება და ეჟილდოვდება. ამიტომ ასევე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ძალიან კარგად აქვს ივანიშვილს თუ არ ვიცი შესაძლოა რუსებს იმდენად კარგად აი იმ ცნობილი იგავის არ იყოს ხომ სულელების ხომალდი ზუსტად ის ხალხია შეგროვებული აი ამ პარლამენტში რომელიც კრიზისის დროს ზუსტად იმას გააკეთებს, რაც მათ გააკეთეს. ან იმი გავიწარო. ხო. აი ესე შეპყრობილი ადამიანი აბსოლუტურად ეს მართლა შეპყრობილია. აი ბიჭო, ბოროტი სული შეპყრობილი. გზაზე გადავიდა და არ დამითმოდა, აი ჰომოსოვეტიკუსიო და ადრეო 20-ის პერიოდში როცა გაკეთდა შრომის ინსპექცია მანამდე მიშას დროს ხო გააუქმეს ეგ ბენდუქცის იდეოლოგიის და დერეგულაციის პოლიტიკის და ფრი მარკეტ ფუნდამენტალიზმის გამო. ისეთი მუხლები ჩაწერეს, რომ ურსულის გათავისუფლება შეგეძლო რა და ევროპა კიდე ეს შრომის პოლიტიკაა და ამ სულელმა ლაშა ბუღაძემ მუშა გარდაიცვალა მშენებლობაზე და ეს არის საბჭოთა გადმონაშთიო, იმიტომ ადამიანის სიცოცხლე არ ფასობდა, ანუ მეთქი რანაირად და შრომის ინსპექციის იდეას რაც მართლა საბჭოთა მოვლენა იყო რა შრომელთა უფლებები ანუ შრომელთა უფლებები და ვენდუქიძე ეძახდა სირების დღეს ხო არა ლაშა ბუღაძე არის აი ესეთი შეპყრობილი მართლა შეპყრობილი ესეთი არეული კაცი აი რა უნდა არ ვიცი არა ლაშა ბუღაძეს რა უნდა თან ამასთან ერთად რაღა დროს 9 წელია ნარატივის გამტარი ხო აბა რა ლაშა ბუღაძე არის არარეალიზებული მწერალი ხალხო სინამდვილეში მას მართლა გოჯია რომ წერალი იმაზე მეც და უკეთს ვერაფერს ვთქვი ვიდრე გრიშაუნიანმა უთხრა ხო გრიშაუნიანმა მართლა კეთევან დებდარიანი იქ ხელტრია ლაშა კეთი დებდარიანი გავუშვი მაგრამ თუ მთელი ოჯახი ესე მთლიანად ეწინააღმდეგება რომ დედას ბები არ დაუძახონ თუ მამას ბიცოლა მაშინ ეს სანქციებიც ბედნიერად მე ყველამ ერთად თანაბრად ოჯახურად სიყვარულში ვახშამთან გაინაწილონ აბა ეგრეა თუ ერთად ხართ ყველაფერში ჭირსა და ლხინში ოჯახი რო იქნება ასე ჭირსა და ლხინში ეხლა აქ ლხინი ქონდათ ეხლა აქ და ეს ჭირი რომელიც შეიძლება ჭირჭყალებში ანუ სანქციები აპოთეოზ ქალს რა უნდა ეს არის მიზანტროპების უფროს არა შენ ბიჭო რა არის ის სანქციები ამათ გონიათ ციური მანა რა გახსოვს რუსეთის პირველი დასანქცირების პერიოდი რო იყო
ვიღაც ევროდეპუტატმა რო დაწერა no more shopping in Milano. ანუ რუსებს დაერქვა. რუსეთის მართლა იდეა არის, რა TikTok-ზე უკაცე ყო Biden последний раз спрашиваю, что такое система SWIFT, იმითი რო არის, რა ქვია. და ანუ ტიპს სანქცია კი არა. დენიც რო გაუთიშო ელექტროენერგია, პურიც აღარ წვებოდეს, გადარჩება, მთევს დაიჭერს და რაღაცას ზოგადად ესეთი არის ძალიან ბევრი, მილიონობით ადამიანი და მაგათ ემუქრებიან no more shopping-ს, ანუ იმას რო ქვია მილანში დაგეხურათ ხოდიო და ამ სანქცია არ გონია და მეილზე რომ მიუვა ვინმე დეპუტატს რომ ის რა ქვია ამერიკაში არ ჩამოხვიდეო, ეს გონიათ გადარჩენა და ეს გონიათ იდეა აი ძმო, ეხა მე ხო არაფერ შუაში არ როს ამ ვიდეოში რა უნდა და მე ეგ ვერ გავიგე მართლა. ეგ უნდა რომ სანქციები როდის იქნებაო მაგრამ არა, ოჯახში ბები არა შუაში. ოჯახიც უნდა დასანქცირდეს. ოჯახი უნდა დასანქცირდეს. ანუ სანქციები ხო ისეთი რამეა, რომ მაგალითად სანქცია რომ ვეღარ წახვალ ამერიკაში და შენ მთელი ოჯახი ტირი ხარ, რომ ამერიკაში ვერ მიდიხარ. ისეც ვერ მიდიოდი, რა თქმა უნდა. ან თუ გინდა წახვალ, წასვლა იმით წახვალ. ეგ აუცილებელი არის, რომ ხშირად შევახსოვოთ ხომ მაყურებელს, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკაში ვიზის დამტკიცებით ვართ უკანასკნელ ადგილზე. გვისწრებს სომხეთი, გვისწრებს რუსეთი, გვისწრებს აზერბაიჯანი, გვისწრებს თურქეთი. ყველა გვისწრებს. ჩვენ გვაძლევენ ბოლოს. ან ჩვენგან 10 კაცი რომ მიდის, ერთს აძლევენ. იქიდან 10 კაცი რომ ჩერ რო გაუხსნა, მა? სუსი 6 ნაწილად 6 სააგენტოდ იშლება და მით უმეტეს თუ მრავალპარტიული არჩევნები იქნა და სხვადასხვა სამინისტრო, სხვადასხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეყოლა, უსაფრთხოება 6 ნაწილად რომ გაიშლება და სხვადასხვა სამინისტროს დაემქვემდებარება, ეს ნიშნავს რომ მათი დეკონცენტრაცია მოხდება, ერთმანეთს დააბალანსებენ და ჩვენ მოდელში ძალის გამოყენების უფლებას ვართმევთ საერთოდ და მხოლოდ საგამოძიებოს უტოვებთ. შსს-ს აქვს ძალის გამოყენება და მან ანუ ძალიან შლით პროცესი ისე რომ ვერავინ ყავს გადაიდეს და ამაში ჭირდება კონსტიტუციის გაფართოება. ესე იგი, ან დეგენერატია. უსაფრთხოების სამსახური 6 ნაწილად იშლება, ერთმანეთს აყრიან, არაფრის უფლება არ აქვს, საბავშვო ბაღის კონდიციამდე დადის და ეს არის, აბარა, ეგ უნდათ, რა საჭიროა? FBI ხო არსებობს, CIA ხო არსებობს. რატო უნდა ქართული სუსი, რა შეჭირება საქართველოს სუსი 6 ნაწილად, 2-ად კი არა და 3-ად, 6-ად. 6 ნაწილი და ვაფშე რო გააუქმონ ესენი ხო ისე სახელმწიფოს მომხრეები არიან. იგივე ვაფშე გააუქმონ. ანუ დაჭერა არა გაქვს. მარტო ის საზღვრის კონტროლზე კაცარავა და ეგ არა. საზღვრის კონტროლზე იყოს კაცარავა და ესენი არიან მცირე სახელმწიფოს და დერეგულაციის ესეთი მოდელის მომხრე, სადაც მაგალითად პოლიცია ყავდეს კოკა-კოლას. ხო, თუ არა გირჩი არის. კერძო რა ესენი შეიკრებიან ინდონეზიაში. ამათი იდეა რა. ყონიას პოლიცია საჯულები. ხო, კოკა-კოლას პოლიცია იყოს. და სასამართლო იყოს ნუტელას. შეხვდები ახლა ნაფიცი საჯულები ყველა. ამ ბარამბოს რაღაც ყოველთვიური მას სარგოს თუ არიხდი პოლიცია რომ შენზე არ საქართველოში განიხილება, მეგობრებო. საქართველოში განიხილება რამოდენიმე 1000 საქმე ერთდროულად. რამოდენიმე 1000 და არ ყოფნის კიდე. და ამას კიდე ნაფიცი საჯულები რო დააყენო, რამოდენიმე 1000 ადამიანი უნდა იყოს უნდა მოწყდეს საერთოდ თავის საქმეს, უნდა მოწყდეს ცხოვრებას, უნდა გადაინტეროს ვიღაცეები, ხო ხტები აქ საქართველოში როგორ არის. და უბრალოდ რამოდენიმე 10,000 ადამიანმა აი უნდა გაიაროს აი ეს უფულოდ თან, რამდენი ფული უნდა შესთავაზოს საქართველოს, აი რომ იყოს 12 ნაფიცი საქმე. მაგრამ ისიც ხო თემაა, რომ ყველაზე ხო, ჰოლანდიელები და ბრიტანელები იყვნენ მოსამართლეები. არა, ეგ ხო, ეგ საკითხი. მონური შენ ხვდები პროსტა მონურ მენტალიტეტს ეწამი. მართლა მონურ მუღამს ხვდები ბიჭო, რომ შენ ამბობ, რომ მე იმდენად არასუვერენული ქვეყანა ვარ და მე იმდენად არ მაქვს არც თქვათ პრაქტიკა ამის, არც გამოცდილება, არანაირი ფუნდამენტი, ბაზისი პოლიტიკა ჩვენ არ ვიცით, ფილოსოფია ჩვენ არ ვიცით, არაფერი ჩვენ არ ვიცით. სხვა ქვეყანამ გადაგვ სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა გადაგვიწყვიტონ სამართალი, ანუ ისინი იყვნენ მოსამართლეები. ამას რომ შენ თავზე იტყვი ადამიანი, ანუ რო დაუშვებ მაგას. ეგ პოლიტიკა იყო 19 წელი. რეონდელი ვიღაცა დებილი და დეზინფორმატორების აგორებული ისა, ნიუსონჯი ხო მაგათია რა ბავშვით. და აი ამ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპექტერმა უპასუხა, რომ ჯერ არ დაგვიწესებია ინდივიდუალური სანქციები. თუმცა მკაფიოდ გაუსვით ხაზი იმას, რომ ამისგან თავს არ შევიკავოთ. და მოიც იმდენ სიუჟეტი რო გააკეთა ტელეპიროულმა მთავარმა ფორმულამ. მეილები მოვიდა. მეილები გააგზავნესო და დაიწყო და არ გაუკეთებია, აგერ არის.
გამოვიდა დეპარტამენტი. მეტა ბოდიშ ხო არ მოიხთიან? არა, თუზმა. ამ ფეიკის გავრცელებაზე. კაი. დიმიტრი შაშკინი გვინდა? აუ, დიმიტრი შაშკინი რა შუაშია? პატამანჯგალზე გაუშვა. ჩვენ ისეთ ფორს მაჟორში შეგვიყვანა ქართულ მოძრაობამ არა ორდინალურ სიტუაციაში. ეხლა ლაპარაკი რომ აი ის პარტია არ მომწოს, ის არ მოვიდეს, ეს არ მოვიდეს, ეს საკითხი მე მგონი თავისთავად უკან გადაიწია. მე რასაც უყურებდი საზოგადოება ერთიანი იყო და ტრიბუნაზე წავსულ ვარ, ჩამოსულ ვარ, ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვია პოლიტიკურ ლიდერებს ნეგატიურ კონტექსტში გულისხმობ. არა, მაინც არ ხომ ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებული სიმპათიის გამომხატველი უნდა გადავიდეთ უფრო წინ, იმიტომ რომ ანუ რას ვევასებიო რა ქალაქსო. აი ამას ეს თავგასიებული. კი ბატონო. თავწახნაგა ტიპი პატამანჯგალზე ევასება რა. ანუ არ უნდა იყოს ლაპარაკი, ჩვენ ვაფშე არც უნდა დავინტერესდეთ რომ ჩვენ რა საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაინტერესდეს რომ ვინ მოდის, რამდენი მოდის, რა გეგმა აქვს პრემიერი ვინ იქნება, ეგ ვაფშე ამას რო ეკითხები, ეგ გრეხია, იმიტომ რომ მომს ვეჭუბებით. დიამამისეიშვილის გამონათქვამი რატო ჩამეშვიდა? ვინ არის დიამამისეიშვილი? არასოდეს ანუ აი ჩვეულებრივი წახალისება და ეგ კამპანია აქვს რა წაწეული. არა, არ გვინდა. ეგ კამპანია აქვს რა წაწეული, რომ რაღაცამ დაუძახე მონა თუ რაღაც იდიოტობა. ვიღაცებს უხდიან ფულს 50, 100 ლარი, 150 ლარი, ვიღაცა სასარგებლო იდიოტი კიდე ისეც აკეთებს და ეგა. არა, ეს მე ხო ამ კამპანიაზე გარკვევით მეგობრებო, რომ არ წაგადგებათ კივნეული იქნება თქვენთვის. არ არის სწორი ხა. რაღაცა ზღვარს არ გადახვიდეთ. კი ბატონო. ძალიან ცუდი იქნება მათთვის. იველზე შედიხართ, რომელიც თქვენი აპრიორი არ არის. თქვენ ხართ ჰერბარიუმის და ისეთი ჩვეულებრივი ყველჩიტებით. სამი ხარ გინდა. ხო მაგარი სიტყვა. ხო და აი თქვენი ნატრაკი არ გაიშვა დიდი ბოდიში ქალბატონებო ვინც ამოს უბრალოდ არ შემილია ასე თქვა რომ კაი გამოხვალ და მონა დაუძახებთ ადამიანს. ის რომ ერთი გაგიტარებთ 2 3 და ვიღაცა რაღაცას დაგარტყავ გვაქვს თავში და ცუდი იქნება და ამიტომ არ მინდა ეს. იცით რამდენია აი ნაცების მცემელი? სურველი რამდენია? ძალიან ბევრია. მე უმეტესობა არა. მე იმაზე კი არ ვინც იმუქრება. აი ვინც შემსრულებელია იმ ტიპის. დაჟე არც არც არ ლაპარაკობს. სვეტნოის ამბობ. ხო აი ადამიანი რომელიც აი კილატონი მე ხა რომ მიუშვა, არავითარი კამპანია არ ჭირდება. არავითარი დაძალება, არავითარი თხოვნა, პირიქით, უბრალოდ ამას აჩერებს ქართული ოცნება და სახელმწიფო. რომ კონტროლო არ იყოს სიტუაცია. და აგეტიროთ რა. არ გაგიხიონ თავი ყოველ კუთხეში. ამას აკეთებს სახელმწიფო, აჩერებს ამას და აბა ეგრე უნდა თქვას და მე არ მომეწონება ეს სახელმწიფო, რომელიც ამას არ აჩერებს, მაგრამ თქვენ ბიჭო რა მამაცები ხართ რა არის ამისთან. ძალიან ბევრი სურველია, მე ახალგაზრდებზე არ ვლაპარაკობ ხა. ვიღაც პატარა კუტაბიჭებზე და ვიღაცებზე ხე იმათ რა უნდა ცემო ეს. ცოტნე კობერიძე გინცემე, გინდა არ ცემო ეს და იგივეა რა. ჟულინტი ხა აქ და აქ და მაგიდაზე რა მნიშვნელობა. აი ვიღაც ბობოლები რო არის. აი რაც მაგარ სად იყო? და დღეს მაგარ გაზზე ვარ, მე ვერ ვარ ისე. როგორ? ხოძე. შენ მაგარ გაზზე. ცოტა კომერცია რატო უკენაცემია რო შეხედავ. რა პოლიტიკურ მოღვაწეობაში წარ უკენაცემია. ბიჭო, არა, საოცარი ტიპები, მაქარაშვილის ცემა. მაქარაშვილი მართლა რაღაცა ბიბლიური აპოკალიფტური პერიოდს რაღაც ძალიან აი მგონია რომ წეული არის რაღაც შიგლობის იყავ აი მაქარაშვილის გვარო მგონია რომ რაღაცნაირი აი ჭინკა თუ ხოც ხმას რო გამოსცემენ რაღაც მარხავდა ბებიას მიხოდა სასახლეებს მე თვა აწყობა ბებიამის და რეალური ფოტო გადაიღო და იმის მერე მან დამთავრდა მაქარაშვილი არის დევიანტი ტიპი ვითომ მაგას ატრიცალოვოს ეძახდნენ ციხეში, რომ ვაფშე ყველანაირ კანონს უკუაგდებდა რა. ჩვეულებრივი დევიანტი ასოციალური ტიპია და აი რა გინცემე, გინდა არცემო, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი ვიღაცები არიან, ვინც აფინანსებენ შეხა ჩემ ბატონი, ვინც აი ამ ხალხს ატყუებს, აბოლებს ამ ახალგაზრდებს. აი იმათ ცემა შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება ხალხო და ვემიჯნებით ცემას. ვემიჯნებით და სახელმწიფო აჩერებს. ათასობით ადამიანს, ვისაც მამა მოუკალით, დედა მოუკალით, შვილი დაუჭირეთ, ანერვიულეთ, წაართვით ყველაფერი, ქონება აახიეთ, რა ვიცი, აწამეთ ციხეებში, აი ესე ძალიან ბევრი ხალხია. არის ცოდით ნაცებო რო არიან ეგეთები და უბრალოდ ეხლა
ხوار შეიძლება ეს ხალხი თქვენზე მიუშვა. არ გამოდის, არ შეიძლება და მე უბრალოდ გამიკვირს, იცი რომ როგორ თამამები არიან და ვაშკაცურად არის. მაინც გონიათ რომ ეს ქალაქი მათია რა. რაღაც პატარა ბაბლია და იმით მოძრაობენ და მონა ყვირიან რა. აი ხა ეს გეგუჩია თუ ვიღაცა არის, რა ვიცი. რამდენი კაცი ყავს წინ ჩვენსაც ვიცით და რაც არ ვიცით, არასწორად გამწარებული და რა საღოლს რა ვიცი, ოჩახში. მაგრამ დამალულია ხო? ეგა, ხვალამდე მეგობრებო. აბა კარგად.